პატრიარქის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიომ, როվել ურბნელი მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. ამ სამი მღვდელმთავრიდან ერთი 17 მაისამდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 152 საჭეთმყრობელი გახდება. სამი საპატრიარქო კანდიდატი ფარული კენჭისყრით დღეს წმინდა სინოდმა გამოარჩია. სხდომას 39 მღვდელმთავრიდან 38 ესწრებოდა, საიდანაც 20 ხმა მეუფე შიომ მიიღო. მეუფეებმა გრიგოლმა და იობმა კი 7-7. იყვნენ სხვა კანდიდატებიც, მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედეკი, თუმცა მათ ხმების ის რაოდენობა ვერ მიიღეს, რაც რჩეულ სამეულში მოსახვედრად იყო საჭირო. მოგეხსენებათ, რომ ამ სამ კანდიდატს შორის კენჭისყრა შედგება უკვე გაფართოებულ სხდომაზე, სადაც კენჭისყრის შედეგი უკვე გვაჩვენოს ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. საპატრიარქო ტახტის მოსაყრემ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა 2-მა კანდიდატმა მიიღო 7-7 ხმა. იყო სხვა კანდიდატები, რომლებიც პირველი სამეული არ იყო, თუმცა სხვების დასახელდა. იყო, დიახ, იყო მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედეკი. რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდით, რომ ასაკობრივი ზღვარი ყოფილიყო დღევანდელ სხდომაზე თავარი პრინციპული საკითხი, რაც აი ამ თემებს გადაწყვეტდა, იყო ის, რომ მართვა-გამგეობის დებულებაში არსებული ჩანაწერები შესრულებულიყო ზედმიწევნით. ასე რომ ამის მიხედვით იხემძღვანელა სინოდმა. გაფართოებული კრების არის გაიგო. ჯერ არ არის გარკვეული ეს. სხდომაზე იმსჯელეს მართვა-გამგეობის დებულებაში საპატრიარქო კანდიდატის ასაკობრივი ცენზისა და განათლების საკითხის შესახებ არსებულ ჩანაწერებზეც. ამ თემებზე მღვდელმთავრებს სხვადასხვაგვარი პოზიცია ჰქონდათ. მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის ინფორმაციით, საბოლოოდ სხდომაზე კენჭისყრით ასაკსა და განათლებაზე კამათი შეწყდა. ამით კი მეუფე ისაიას და მეუფე დანიელის საპატრიარქო კანდიდატებად კენჭისყრის შესაძლებლობა გამოირიცხა. ისევე როგორც იმ მღვდელმთავრებისა, რომლებიც ასევე ვერ აკმაყოფილებდნენ მართვა-გამგეობის დებულებით გაწერილ კრიტერიუმებს. აქ ლაპარაკია იმაზე კი არა, რომ დებულება შეცვლილიყო. ლაპარაკია იმაზე, რომ ეს პუნქტების ორივე პუნქტი ესე იგი იძლეოდა ინტერპრეტაციის საშუალებას. ასაკიც და ეს დიპლომიც. ხო და აი ამაზე იყო საუბარი, ასთა სხვადასხვაობა და ბოლოს იყო კენჭისყრაზე საკითხი, რომ შეწყდეს ეს საუბარი და იმაზე არ იყო ლაპარაკი, რომ ცვლილება შეგვეტანა რამე ამ დებულებაში, არამედ როგორ გაგვეგო ეს ყველაფერი და ბოლოს ესე გადაწყვიტა სინოდმა, რომ ფაქტიურად ეს თემა გადაწყვიტა, ოღონდ გამოვიდა, რომ შეეხო ეს ორ ადამიანს, მეუფე დანიელს და მეუფე ისაიას და ამიტომ ესენი კანდიდატების სიაში ვერ მოხვდნენ. წმინდა სინოდის სხდომა 12 საათზე დაიწყო. მღვდელმთავრებმა თავდაპირველად პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. სხდომაზე არ იმყოფებოდა წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე. მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემები დასახელდა. შესაბამისად კენჭისყრაში მონაწილეობა 38-მა მღვდელმთავარმა მიიღო. მათ ბიულეტენზე სასურველი კანდიდატის ვინაობა ფარულად დააფიქსირეს და ფურცელი გამჭვირვალე ყუთში მოათავსეს. სამ კანდიდატად კი გამოარჩიეს ისინი, ვინც ყველაზე მეტი ხმა მიიღო. უკვე გასაგებია ღვთისნება როგორია რა, ეს უკვე ცხადია, ხო? ეხა ისე რომ იმ კანდიდატებმა ზოგიერთმა 20-ზე მეტი ხმა მიიღოს, თითქოს ეხა რაღაცნაირად ძნელი სათქმელია და ამიტომ არ ვიცი რა როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ამ ფონზე სწორედ რომ 20 მხარდაჭერა მიიღო, მეუფე შიომ და უპირობო ლიდერია და რანაირად შეიძლება შეიცვალოს მათემატიკა. გაფართოებული კრების საჭიროებას ხედავთ? შეიძლება არა, მე საერთოდ ვერ ხედავ გაფართოებული კრების საჭიროებას, იმიტომ რომ გაფართოებულ კრებაზე მოსული ადამიანები ადრეც ვერ ხედავდა, იმიტომ რომ ისინი მხოლოდ აზრს გამოთქვა. სამი კანდიდატიდან ერთს პატრიარქად გაფართოებულ კრებაზე 39 მღვდელმთავარი კვლავ ფარული კენჭისყრით აირჩევს. გაფართოებული კრების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ამ კრებას, რომელიც სამების ტაძარში უნდა გაიმართოს, 2000-მდე დელეგატი დაესწრება. მათ შეზღუდული დროით მხოლოდ აზრის გამოთქმის უფლება ექნებათ და არა არჩევნებში ხმის მიცემის. თუ სამი კანდიდატიდან სინოდის შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას ვერც ერთი მოიპოვებს, მაშინ არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. დღევანდელი კენჭისყრის შედეგად მეუფე შიომ 20 ხმა მიიღო. თუ ამ მაჩვენებელს მომდევნო კენჭისყრაშიც დააფიქსირებს, მაშინ ის პირველივე ტურში პატრიარქად არჩეულად გამოცხადდება.